უპირველეს ყოვლისა, დავიწყებთ ჩვენს გამოშვებას და გადაცემის პირველ ბლოკში შემოგთავაზებთ იმ ძირითად კომპონენტებს და ძირითად მიმართულებებს, რა ჭრილშიც აფასებს განვლილ პერიოდს ჩვენი პარტნიორი Grant Thornton საქართველო. და მთლიანობაში მიმოვიხილავთ პრეისტორიას, მიმოვიხილავთ ამჟამინდელ დინამიკას და რა თქმა უნდა სამომავლო გეგმებს, კომპანიის ლოკალურ პოზიციონირებას და ასევე გლობალური ქსელის პრიზმაში, მათ შორის გლობალურ კომპონენტებსაც შევეხებით დღევანდელ ჩვენს დიალოგში და აპრიორშივე გეტყვით, რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გველის დღევანდელ გამოშვებაში პირველ ბლოკში. მე მინდა მივესალმო Grant Thornton საქართველოს მართლ პარტნიორებს. ბატა შურღაია, ვახტანგ ცაბაძე ჩვენთან ერთად არიან, მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. უპირველეს ყოვლისა, გლობალური შედეგები, გლობალური ანგარიში, რომელიც Grant Thornton-მა გამოაქვეყნა, აი ამ პრიზმაში მინდა დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი დიალოგი და შემდეგ უკვე რაც წინა სიტყვაობაში ვახსენე, ძალიან საინტერესო არის კომპანიის კონტრიბუცია, პოზიციონირება ადგილობრივ ბაზარზე და შესაბამისად აი ეს პოზიციებიც, რაც დღეს კომპანიას უჭირავს, ხო, ჩვენს რეალობაში, ადგილობრივ ბაზრის რეალობაში, აი ამ კუთხითაც მინდა რომ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი წერტილოვანი აქცენტები დავსვათ. შესაბამისად, მოკლედ დავიწყოთ ჩვენ დღევანდელი დიალოგი და აი გლობალური ანგარიშის კომპონენტზე გითხავ ბატა და შემდეგ უკვე განვავრცოთ ძირითადი ჩვენი აქცენტები და მიმართულებები. გისმენთ ყურადღებით. მადლობა სანდრო ამ შეაძლებლობისთვის. ჩვენთვის დიდი პატივი არის მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წელი ასე ვთქვათ სრულყოფილად არ არის დასრულებული. ქონდა შეაძლებლობა, რომ არაფორმალურად რაღაცები შეგვეჯამებინა და შეგვეფასებინა. ამას დაემატა ისიც, რომ გლობალურად საანგარიშო პერიოდი არ არის მიბმული კალენდარულ წელთან. ჩვენს შემთხვევაში ეს სრულდება ყოველი წლის სექტემბრის თვეში და გვაქვს ახლა შეაძლებლობა ისიც, რომ შევაფასოთ რა მოხდა გლობალურად და არა მხოლოდ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ჩვენი მეგობრების და კოლეგების და კონკურენტების ინფორმაცია ჯერ არ არის გამოქვეყნებული, გარკვეულწილად გვაქვს შიდა ინფორმაცია, რომ Grant Thornton-ისთვის გლობალურად ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი ზრდის ჭრილში და ერთ-ერთი მოწინავე იმ განაკვეთით, რომელიც ჩვენ მქონდა ზრდის ნაწილში. ქსელმა მიმდინარე წელს მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს იყო დაახლოებით 6.5% ზრდა წინა წელთან შედარებით და გაუტოლდა $8.8 მილიარდ. რაც არის, რა თქმა უნდა, ისტორიული მაჩვენებელი, იმიტომ რომ ჩვენ მიმდინარე წელს უკვე გვყავს ახალი ხელმძღვანელიც, ახალი CEO-ც გლობალურად, რომელიც უკვე შემდეგი წლიდან შეუდგება თავის საქმიანობას. მიმდინარე ხელმძღვანელი 2 წლის ვადით იყო და თითქმის მან მოახერხა ის, რომ ქსელს ორჯერ გაეზარდა თავისი შემოსავლები. ჩვენ ამ რიცხვთან შედარებით, ზრდასთან შედარებით, თანამშრომლების რაოდენობა ესე არ გაზრდილა, რაც იმას მიუთითებს, რომ კომპანიაში მოხდა როგორც არსებული თანამშრომლების ჭრილში ეფექტიანობის ზრდა და შესაბამისად მინიმალური რესურსებით, რომელიც გამოიხატება, რომ თანამშრომლების რაოდენობა დაახლოებით 1 თუ 2%-ით გაიზარდა, თუმცა შემოსავლები ჩვენ გავზარდეთ დაახლოებით 6.5%-ით. ძალიან მაგარი მონაგარი არის და აი კიდევ ერთხელ ძალიან კარგად მოყევით ეხა ეს მთელი სტრუქტურა და მთელი პოზიციონირება, როგორც გლობალურად, ასევე ლოკალურ პრიზმაში, რა თქმა უნდა და მე აი ლოკალურ ჭრილში, აი ქართული ბაზრის პრიზმაზე ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაგიბრუნდებით. ვახტანგ, კომპანია რეალურად ქართულ ბაზარზე 20 წელია უკვე წარმოდგენილი არის და შესაბამისად საკმაოდ მე ასე შემიძლია დავარქვა, რომ ეს არის წარმატების 20 წელი, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ახალი სერვისი, ახალი პროდუქტი, ახალი მიმართულება, რომელსაც კომპანია მუდმივად თავაზობს ბაზარს. შესაბამისად, ეხლა მე მინდა რომ აი ლოკალურ პრიზმაში დავიწყოთ საუბარი, როგორი იყო პრეისტორია იმთავითვე, როგორი იყო განვლილი წელიც, სხვათა შორის, ჯერ კიდე 2025-ში ვართ და შეგვიძლია რომ ვიმსჯელოთ იმ პარამეტრებზე, იმ კომპონენტებზე, საკანონმდებლო პრეფერენციებზე, კერძო სექტორის ქცევაზე და ყველაფერზე ერთად კუპაჟურად, რაც ქმნის საბოლოო ჯამში, მოდი ასე ვთქვათ, წარმატებული კომპანიის პორტფელს. ისმენთ ყურადღებით. კი ბატონო, მადლობა, სანდრო. ლოკალურად კომპანიაზე მთლიან ამ 20 წლის ჭრილში რო ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, ძალიან გაზრდილია კომპანია, როდესაც დაიწყო, ალბათ იყოს 10-15 კაცი და დღეს 100-ზე მეტი ადამიანი ვართ კომპანიაში. შემოსავლებითაც, ხარისხითაც, მომსახურების სხვადასხვა სახეებითაც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მრავალფეროვანია კომპანია, ბევრად უფრო წინწასული არის. ამ წელს რაც შეეხება კონკრეტულად 25 წლის შედეგები გლობალური კი გვაქვს, როგორც პატამ აღნიშნა, სექტემბერში მთავრდება გლობალური ფინანსური წელი და იქ შედეგები უკვე დადასტურებულად ვიცით, თუმცა აქაც
რამოდენიმე დღე დარჩა სულ წლის ბოლომდე და რა თქმა უნდა ფინანსური შედეგები ჩვენი ვიცით და ვფიქრობთ რომ ზრდა ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანი გვაქვს ალბათ სადღაც 20% ვიდრე გლობალურად მთლიანად სოფლიოში კონკურენტებთან მიმართებით ჯერ რა თქმა უნდა არ ვიცით ზუსტი მონაცემები, მაგრამ დარწმუნებული ვართ რომ როგორც ისტორიულად ამ წლების განმავლობაში Grant Thornton ლოკალურადაც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია იყო, ისევე დავრჩებით და იმედი გვაქვს რომ რეიტინგშიც ალბათ სავარაუდოდ ცოტა უფრო წინ გადავიწევთ საბოლოო შედეგები როცა გვეცოდინება ჩვენიც და კონკურენტებისაც. აქ ცვლილების და ზრდის მთავარი მიზეზი ლოკალურად ვფიქრობთ რომ არის ჩვენი შიგნით კორპორატიული ცვლილებები, განვითარება ორგანიზაციული, მაგალითად ბოლო წლის დასაწყისში დაგვემატა აუდიტში ახალი 3 დირექტორი სხვადასხვა მიმართულებებით, ხარისხის მიმართულებით, ეთიკის მიმართულებით, მეთოდოლოგიის მიმართულებით და კიდევ ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რა თქმა უნდა, აუდიტორული კომპანიებისათვის და მთავარი არის ხარისხი. ჩვენ წელს აქ გავიარეთ კიდევ ერთხელ მორიგი ხარისხის შემოწმება გლობალური ქსელისგან და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. მას მიმართულებითაც და ხარისხის ზრდას და ხარისხზე კონცენტრაციას მუდმივად ვაგრძელებთ. მომავალი წლისათვისაც რა თქმა უნდა დაგეგმილი გვაქვს ზრდა ისევე როგორც შემოსავლების ასევე რაღაც სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების მხრივ, რაც დარწმუნებული ვართ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. და აი აქ ალბათ კიდე მინდა რომ ჩვენ თანამშრომლებს აქაც გადავუხადო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ საქმისთვის, იმ შესრულებული სამუშაოსთვის, რაც წლის განმავლობაში გაწიეს. ლოკალურად ასევე აუდიტის ბაზარზე და აუდიტის პროფესიაში რაღაც ცვლილებები იყო, რეგულაციები იცით რომ 2016 წლიდან მოყოლებული იზრდება, სხვადასხვა მოთხოვნები შემოდის. ამ წლის ბოლოსთვის, ანუ უკვე შემდეგი წლის იანვარში გვაქვს რაღაც ვალდებულება AML-ის რეპორტინგთან დაკავშირებით, რაც ახალი იყო და რისთვისაც ემზადებოდნენ კომპანიები და კიდევ ერთი ამით დავამთავრებ მნიშვნელოვანი სიახლე ლოკალურ ბაზარზე იყო ის, რომ წელს პირველად აუდიტორულმა კომპანიებმა გამოაქვეყნეს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის ანგარიში, რასაც გლობალურად ქსელი აქვეყნებდა ბევრი წელია უკვე, თუმცა ჩვენთან რეგულაციებით ეს ახლა შემოვიდა და ჩვენი გამჭვირვალობის ანგარიშიც გამოქვეყნებულია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ანგარიში, სადაც ასახულია როგორ მართავთ ჩვენ ფირმას, როგორ მართავთ კომპანიას, ხარისხს, როგორია ჩვენი გეგმები, როგორია ჩვენი სტრატეგია და რაზე ვკონცენტრირდებით. ხო, ნუ ტრანსპარენტულ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე აქცენტირება. მადლობა და დაგიბრუნდებით აუცილებლად. მაგრამ კიდევ ერთხელ აი ხა მე მინდა ადგილობრივ ლოკალურ ბაზარზე, ანუ აი იგივე სერვისები და პროდუქტების თემა წამოვწიოთ წინ, იმიტომ რომ აქვე გაუსვავ ხაზს იმოცემულობას, რომ Grant Thornton საქართველოს მუდმივად ანებიურებს ბაზარს სხვადასხვა ტიპის ახალი სერვისებით, ინოვაციებით და რაც ყველაზე მთავარია, ვორქშოპებითაც მათ შორის, რომელიც ძალიან კარგი ფასილიტატორის როლს თამაშობს სხვადასხვა სექტორებს შორის, აი თუნდაც იგივე ჩვენი ბოლო ეთერი, ერთ-ერთი ბოლო ეთერი, როდესაც ვისაუბრეთ თუნდაც იგივე ფინანსების ხელმისაწვდომობის ნაწილზე და ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ აი ეს ინექციური კონტრიბუციები, რასაც კომპანიის მხრიდან ყოველთვის მუდმივ რეჟიმში, ცირკულარულ რეჟიმში აქვს ადგილი. ამიტომაც მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ Grant Thornton საქართველოს. მე მაინტერესებს აი ხა როგორც ვახსენე წინა სიტყვაობაში, სერვისები, პროდუქტები, აი რომელი სერვისი იყო ყველაზე მოთხოვნადი, თუნდაც იგივე ჯერ კიდე მიმდინარე წელს და ძირითადად აი ეს პროდუქტების კუპაჟი, მოდი ასე ვთქვათ, რითიც რეალურად კომპანია დღეს ოპერირებს ბაზარზე, გისმენთ ყურადღებით. შენინებართვით ცოტა მაკრო თემას შევეხები, ჩვენი ზრდა სანდრო მთლიანად მიმული არის ეკონომიკასთან. ხავე ეკონომიკა არ გაიზარდა, ჩვენც არ გავიზრდებით და ზოგადად ჩვენი ზრდის ნაწილი რო აქვს და როგორ იყოფა, რა არის ელემენტებისგან შედგება. ერთი არის რომ ეკონომიკაში ახალი ეკონომიკა იქმნება და მათ შორის საქართველოში ეკონომიკა გაიზარდა და ერთ-ერთი კარგი შედეგი გვაქვს პოლიტიკური ნაწილი რომ გადავდოთ გვერდზე, ეს ფაქტი არის და ამას ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით 500-მდე ბიზნესთან 500 გარიგება გვაქვს წლის განმავლობაში და შესაბამისად ჩვენი პარტნიორები და კოლეგები იზრდებიან.
შესაბამისად ახალი ეკონომიკა თუ გაიზარდა, თუ შეიქმნა ახალი ეკონომიკა, ჩვენც შესაბამისად ამ ნაწილში გვაქვს შესაძლებლობა რომ რაღაც ახალი შევქმნათ, ხო? იმიტომ რაღაც ეკონომიკა წამოიღოთ ჩვენგან. ცხადია. მეორე ნაწილი არის უკვე არსებული ეკონომიკა. ანუ არსებული ეკონომიკა მთლიანად განაწილებული არის ჩვენსა და კონკურენტებს შორის. და შესაბამისად ესეც გვაქვს შესაძლებლობას რომ კონკურენტებს გაუწიოთ კონკურენცია და მათ წავართვათ ამ ეკონომიკის რაღაცა ნაწილი. და მესამე ნაწილი არის უკვე ჩვენი შიდა ეკონომიკის შენარჩუნება, ანუ უკვე არსებული ეკონომიკა, რომელიც გვაქვს, ანუ არსებული კლიენტები, ისინი დამკვეთები, ჩვენი პარტნიორები, ისინი შევინარჩუნოთ. და როდესაც ახლა ზრდას ვახომ რაც აღნიშნა რომ 20%-იანის და მინიმუმ რაც 20% ჩვენს დავქონდა, ამ სამივე ნაწილს უკავშირდება, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკაც შეიქმნა, ჩვენს კონკურენტებზეც ვიმუშავეთ და მათ შევთავაზეთ უფრო ხარისხიანი მომსახურება, უფრო სწრაფი მომსახურება, უფრო მისაღები მომსახურება, უფრო სერვისები და შესაბამისად აქაც გაუწიეთ კონკურენცია და პლუს არსებულ კლიენტებზეც დავხარჯეთ ენერგია, დრო, რომ ისინი ჩვენთან ყოფილიყო და შეგვენარჩუნებინა. აქედან გამომდინარე, ზოგადად როგორც ხდება ხოლმე, რომ ისეთი კარგი წელი იყო, მიმდინარე წელი, რომ მადის შეკავება შემდეგ წელს 20-26 წელს არის ძალიან რთული. არა მხოლოდ ჩვენთვის, ზოგადად ჩვენი კოლეგებისთვის, პარტნიორებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ აუხსნათ თქვა როგორი მოლოდინი შეიძლება იყოს შემდეგ წელთან დაკავშირებით. და შემდეგი წელი, კონსერვატიული წელი იქნება ეს ჩვენი პროგნოზითაც, ეკონომიკის პროგნოზითაც, იმიტომ რომ დაიგმილი არის 3.5% და ამ წელს 7.5, ანუ მოლოდინი თითქმის ნახევარი უნდა იყოს, რაც გათვლები არის და ამას ადასტურებს არა მხოლოდ თქვა ჩვენი შეფასება, მათ შორის IMF-ის შეფასებაც, ხო და სხვა ფინანსური, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების კუთხით. და ეხლა რაც შეეხება ისევ მიმდინარე წელს, რომ ეს კვლავ არაფორმალურად, იმიტომ რომ წელი კიდევ არის და რაღაცები უნდა დავასრულოთ და შესაბამისად ჩვენი კოლეგები, ჩვენი ჩათვლი, ჩვენი თანამშრომლები ამაზე მუშაობენ, რომ მაქსიმალურად ბევრი შევძლოთ, ბევრი რაღაცის დასრულება მიმდინარე წელს, ბევრი რაღაცა მოხდა მიმდინარე წელს და შეიძლება ვთქვით ამ მნიშვნელოვანი რაღაც ელემენტებს აღნიშნავ. პირველი შენ თქვი, რომ ჩვენ მქონდა გლობალური რეკორდული რიცხვი, ეს არის ერთ-ერთი მიღწევა და ჩვენთვისაც საქართველოს ფირმისთვისაც ეს იყო რეკორდული ზრდის ნაწილი. იმიტომ რომ პირობითად შენ როდესაც გაქვს 1 მილიონი და 1 მილიონში იზრდები, ბევრად მარტივი არის, ვიდრე გაქვს 5 მილიონი და 5 მილიონში იზრდები ორნიშნა რიცხვით. და ჩვენმა ოფისმა ეს ამ წელს შეძლო, რომ გაზრდილიყო იმაზე მეტად, ვიდრე ეს შეძლო წინა წლებში, როცა უფრო მარტივი იყო, ანუ რთულ პერიოდში. 100 წლის იუბილე აქვს ბრენდს და 100 წლის იუბილე, რო წარმოიდგინო კორპორაციები, სადაც დაიბადა და სადაც განვითარდა, იცი შენ კარგად, ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, გრანტი და ტორტონი არის ამერიკული და ბრიტანული კომპანიების ნაზავი, რომელიც 1925 წელს დაიწყო. და ამერიკის შეერთებული შტატების კორპორაციების ისტორიაში 3%-ზე ნაკლები არის კორპორაციები, ვისაც აქვს 100+ წელი. და პირობითად უბრალოდ საზღვარზეც რო შეხვიდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, იციან ვინ არის 100+ წლის კომპანიები და ერთ-ერთი არის Grant Thornton, ეს ჩვენთვის როგორც საამაყო, ისე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. ამასთან ერთად შენ აღნიშნე, რომ 20 წლის იუბილე გვაქვს და 20 წლის იუბილეც რომ ამასთან არის მიმული მიმდინარე წელს. პლუს ჩვენს ინდუსტრიაში გლობალურად შემოდის private PE საინვესტიციო ჯგუფები, რაც ცოტა სიახლე არის, იმიტომ რომ ამის ტრადიცია არ არსებობდა და ეს ჩვენში კარგი არის, იმიტომ რომ ამას მოაქვს როგორც ეფექტიანობის ზრდა, ისე ტექნოლოგიებში ძალიან დიდი ინვესტიცია და გლობალმა შემდეგი 3 წლის მანძილზე გამოყო ფულადი საქსები, რომელიც შემოიფარგლა 1 მილიარდი დოლარით, რომ ჩაიდოს ტექნოლოგიებში და ეს რა თქმა უნდა ჩვენზე აისახება პირდაპირ ქსელ წევრებს. მათ შორის ჩვენ მიმდინარე წელს გადავწყვიტეთ ექსპანსია საქართველოს სხვა რეგიონში. ახლა არ მინდა რომ დავაანონსოთ, თუმცა მიმდინარე წელს ყველა ლოჯისტიკა ჩვენ დავხურეთ და ოფიციალური გახსნა გვექნება შემდეგ წელს და აუცილებლად გეპატიჟებით, რომ ჩვენთან ერთად იყო. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვახომ აღნიშნა, რომ ხდება ჩვენს თანამშრომლების ირგვლივ. და ადამიანი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადამიანი ჩვენი თანამშრომლები ვის ირგვლივაც ეს ყველაფერი ერთიანდება, ეს პირობითი არის რიცხვები, რომელიც მე ჩამოთვალე, ეს ჩვენ შევძელით რომ გავუკეთებინა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელი, როგორც ეს ებრაული ანდაზა, როგორც არის, რომ უფრო მეტი იყოს ვიდრე წინა. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის 20-26 წელი, თუმცა მოლოდინები არის ის, რომ მინიმუმ გავაკეთოთ ის, რაც გავაკეთეთ 20-25 წელს და უკვე ეკონომიკის, ასე ვთქვათ, განვითარება გვაჩვენებს, რისი გაკეთება შეიძლება დამატებით.
ძალიან მაგარი სიტყვა წარმოს თქვი პაატა, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და აი მე მოყვები აბსოლუტურად რომ ერთია რომ თვითონ თქვენთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რომ ხართ გლობალური 100 წლის ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ამავდროულად გლობალური ქსელის წევრი და შესაბამისად მე მოდი ასე დავსძენ მათ შორის აი ცოდნის და გამოცდილების გამზიარებელიც რეალურად რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დაგენერირებული და რაც ესოდენ გვჭირდება ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე იმიტომ რომ აბსოლუტურად მოყვები მათ შორის აი შენახსენე იგივე საფონდო სტრუქტურები ინვესტიციების მიმართულებები და ასე შემდეგ რომელიც ჩვენთვის ცოტა არ იყოს უცხოხილი არის მაგრამ აი ზუსტად ასეთი კომპანიებით როგორც Grant Thornton საქართველოა ჩვენ რეალურად აი ესეთ მიმართულებებს ძალიან სწრაფად აუღებთ ალგოს და დაუძლებთ რავსთავარია. მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. ვახტანგ, სამომავლო გეგმებიც რეალურად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ზრდა, ეხლა პაატამ ახსენა ვეთანხმები, რომ მომავალი წელი იქნება ცოტა კონსერვატიული, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციებიც როგორც წესი ცდებიან ხოლმე, იმიტომ რომ 2019 წელს ჩვენ გქონდა გარკვეული ასინქრონი ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში, თუმცა დავაკვირდეთ, როგორი იქნება მომდევნო წელი და როგორ პარამეტრებს დავწერთ მთლიანობაში ეკონომიკაში. რაც რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირში და კორელაციაში არის ქართული ბიზნესის დოვლათთან და კომპანიების ერთიან ზრდასთან. მაინტერესებს ჯამში ის აქცენტები და კონტრიბუცია, რასაც უკვე კომპანია მომავალ წელს განახორციელებს ქართულ ბაზარზე, იმიტომ რომ ზრდა და განვითარება შეუცვლელი პროცესია. თანამედროვე ის ტემპები, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ ბატონებო, ყველანაირად და ყველანაირი პარამეტრით იძლევა იმის საფუძველს, რომ კომპანია ზრდას უკვე მომდევნო წლებში საკმაოდ აქტიურად შეინარჩუნებს. გისმენთ ყურადღებით. კი ბატონო, აი პაატამ აღნიშნა, რომ 20%-იანი ზრდა გქონდა, წინა წლებშიც მნიშვნელოვანი ზრდა გქონდა და ეს აპეტიტის შეჩერება უკვე რთულია, ხო? ჩვენ რაღაცნაირად დავიქოქეთ და მოლოდინიც არის ისეთი, რომ მომავალ წლებში ეს ტემპი არ უნდა დავაგდოთ რა. ზრდას რაც შეეხება გლობალურად, ძირითადი სერვისი, რომელიც ყველაზე მეტად გაიზარდა, არის აუდიტი. ჩვენთან ქსელში დაყოფა არის ესეთი აუდიტი, საკონსულტაციო და საგადასახადო მიმართულება. თავარი წამყვანი როგორც გლობალურად აუდიტორული კომპანია ვართ, ჩვენ და თავარი ჩვენი ბიზნესი აუდიტია. აუდიტში იყო ყველაზე დიდი ზრდა, შემდეგ საკონსულტაციო მიმართულებებში და საგადასახადოში. ჩვენ ახლა ლოკალურადაც გვაქვს დიდი შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ ყველა მიმართულებით გავიზარდოთ. ყველა მიმართულებით, მათ შორის აუდიტის მიმართულებაში გვაქვს დაგეგმილი ძალიან დიდი ცვლილებები და ველოდებით რომ ზრდა იქნება, რაც იქნება დაფუძნებული იმაზეც, რაც ასევე პაატამ აღნიშნა ტექნოლოგიებში ძალიან დიდი ინვესტიციას აკეთებს Grant Thornton და ჩვენ წინა წლიდან გვაქვს უკვე ახალი Grant Thornton-ის ახალი სისტემა აუდიტის მართვის, რომელმაც შეცვალა წინა სისტემა, ეს არის ბევრად უფრო წინწასული, ბევრად უფრო ეფექტური, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ხარისხის შენარჩუნების და ზრდასთან ერთად გავზარდოთ ეფექტურობაც, რა ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენი სერვისისთვის კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ხარისხი არის მთავარი და შემდეგ რაღაცა სხვა ზრდები, მაგრამ ეს სისტემები გვაძლევს საშუალებას, რომ ხარისხთან ერთად ეფექტურობა გავზარდოთ და ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და რაღაცა შიგნით სტრუქტურული ცვლილებების ხარჯზე და ხალხის ტექნიკური სკილების კიდევ უფრო განვითარების და დახვეწის საშუალებით გავზარდოთ მომავალში კიდევ უფრო ჩვენი კომპანია, ჩვენი შემოსავლები და ჩვენი აქციონერების კმაყოფილება, ისე როგორც თანამშრომლების კმაყოფილება. აი ის ნაწილი, რაც პაატამ ახსენა ასევე private equity-ის შემოსვლა აუდიტორულ კომპანიებში, ჩვენს ქვეყანას ჯერჯერობით ალბათ ცოტა შორია, თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილება არის, რაც არა მარტო ჩვენს ქსელში ხდება, სხვა ქსელებშიც ხდება, გეცოდინებათ ალბათ ამ მიმართულებით რაღაცა ცვლილებები, რაზეც რეგულატორებთან მიდის ასევე ჯერჯერობით ბევრი რაღაც საკითხის შეთანხმება და დაზუსტება, თუმცა ჯერჯერობით ეს პროცესი იზრდება და მართლა არის საშუალება იმისთვის, რომ ინვესტიციები გაკეთდეს ბიზნესებში ისეთი, რომ ძალიან კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად გავიზარდოთ. ისევ აქ ლოკალურად ვფიქრობთ, რომ გავზრდით სერვისებს, გავზრდით სტაფს და ახალ რეგიონებშიც გავალთ და
კიდევ უფრო უკეთესი შედეგი უნდა გქონდეს მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა შეიძლება იმის ნახევრით გაიზარდოს, რაც წელს, თუმცა პროგნოზები, როგორც ჩვენ თქვი, ზოგჯერ ცდება. ძალიან რთულია, რომ ზუსტი პროგნოზი გააკეთო ეკონომიკაში. დავუდგოთ ტენდენციებს, მე აი გულწრფელად მართლა ვისი ამოვნეხა აი ამ დიალოგით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ წინა საახალწლოდ წარმატებაზე, ვისაუბრეთ პროგნოზებზე, გავაჟღერეთ რეცეპტებიც, მათ შორის აი როგორ ჩაუხრელ შრომას, როგორ მოაქვს შედეგები და რეზულტატები და მე დარწმუნებული ვარ, რომ Grant Thornton საქართველოს ამბობს ღირსეულ სიტყვას და კიდე იტყვის ღირსეულ სიტყვას ლოკალურ ბაზარზე და იმთავითვე გლობალურ ბაზარზეც, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ისეთი წინადადება წარმოთქვა, ბატონო, რომ საგრძელოს თქმაც მომინდა ეხა აპეტიტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა და უსურვოთ ქართულ ბიზნესს, რომ არასდროს არ ესე ვთქვათ, შედელდეს ის მადა, ასე ვთქვათ, რაც წარმატებასთან არის პირდაპირ კორელაციაში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამიტომაც ბატონებო, წარმატებებს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ჩვენ მიმდინარე წელს დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოებებში და მომავალი წლიდან მოყოლებული ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო სიახლეებით წარდგებით ბაზარზე და გვიგულეთ თქვენ გვერდით ყოველთვის. დიდი მადლობა ბაატაშვილ ღაიას, დიდი მადლობა ვახტანგ ცაბაძეს, საინტერესო საუბრისთვის.